რომელი UFC-ს მებრძოლს უთამაშია ფეხბურთი პროფესიონალურად? არის თუ არა მათ შორის ქართველი? რომელი მათგანია ახლა სუპერვარსკვლავი? რომან დოლიძე იმ მებრძოლების სათავეში დგას, რომლებსაც ფეხბურთი პროფესიონალურად უთამაშიათ და MMA-ის ოქტაგონში შეუდგამთ ფეხი. ალექს პერეირა ბრაზილიაში საო ბერნარდოს დაბალი დივიზიონის გუნდის წევრი იყო. კონორ მაკგრეგორი ქალაქ დუბლინის კლუბში თამაშობდა, სანამ MMA-ში გადავიდოდა. ამანდა ნუნეში მისი ქალაქის ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო. საბოლოოდ ბრაზილიის მესამე დივიზიონის გუნდში მიეცა თამაშის საშუალება. მარლონ ჩიტოვერამ მოკლე პერიოდი ეკვადორის მეორე დივიზიონის პროფესიონალურ გუნდში გაატარა. ირი პროჰასკა ჩეხეთის მესამე დივიზიონის კლუბის წევრი იყო. ასევე ფეხბურთი პროფესიონალურად უთამაშიათ კენი ფლორიანს, არტემ ლობოვს, ფრანცისკო ტრინალდოს და ჯესიკა ანდრეშს. და მოდი ისევ მიუბრუნდეთ რომან დოლიძეს, რომელიც პროფესიონალებში უმაღლეს ლიგაში დინამოს ბათუმის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ის გოლკიპერი იყო. რომან დოლიძემ კარიერის უკანასკნელი 3 წელი თურქეთში გოლკიპერად გაატარა, მაგრამ უკრაინაში სასწავლებლად წასვლის შემდეგ გრეპლინგში და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში დაიწყო ვარჯიში. 2020 წელს კი UFC-ს როსტერშიც მოხვდა. დღეს შედარებით ცოტა ახალი ამბავი გვაქვს MMA-ის სამყაროში. ამიტომაც თავს უფლება მივეცი განტვირთვისთვის ასეთი სახალისო ვიდეო შემექმნა. წარმოიდგინე UFC-ის საუკეთესო მებრძოლები რომ ფეხბურთელები ყოფილიყვნენ. რომელი ვარსკვლავები გახსენდება? ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი, ალექს პერეირა თუ ხამზად ჩიმაევი. UFC-ის აქტიური მებრძოლებისგან შევადგინე საუკეთესო 11-ეული და ისინი პოზიციების მიხედვით ლოგიკურად განვათავსე. მაშასე, მზად ხარ? გუნდს 4-3-3 ტაქტიკა შეურჩიე, 4 მცველი, 3 ნახევარმცველი და 3 თავდამსხმელი, რომლის მთავარი მწვრთნელი შეუდარებელი ალექს ვოლკანოვსკია. ტაქტიკების შედგენაში მას კონკურენტი არ ჰყავს და მოგეხსენება ბრძოლის მიმდინარეობისასაც ძალიან მალე ახერხებს გადაწყობას და პოულობს გამოსავალს. თან ვოლკი ყველას უყვარს. ამიტომაც ის ჩვენი მწვრთნელი იქნება. მოდი მეკარით დავიწყოთ. ეს ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია. ამიტომ ახლად გაჩემპიონებული ფეთქებადი, დომინანტი და აგრესიული მებრძოლი შევარჩიე. ჩვენი გუნდის მეკარე ხამზად ჩიმაევია, რომელიც მისი რეფლექსებით საუკეთესო მეკარე იქნებოდა. კარიდან სწრაფად და ჭკვიანურად გამოსვლა და ერთ-ერთზე მეტოქეების შეჩერება. ალბათ მასზე კარგად არავის გამოვიდოდა ამის გაკეთება. ამიტომ ხამზატი კარში. მარცხენა გარემარბის არჩევა ცოტა გამიჭირდა. ხან შონომალი გავიფიქრე, ხან დიეგო ლოპესი, მაგრამ ჩემი აზრით ამ პოზიციაზე იდეალურად არავინ ჯდება. საბოლოოდ შემტევი, მოქნილი და ტექნიკური ჩარლზ ოლივეირა შევარჩიე. თან ბრაზილიელია და ლამაზ ფეხბურთს ითამაშებდა. ჩვენს გუნდს სწრაფი, ენერგიული და გამძლე მარჯვენა გარემარბი სჭირდებოდა. დაუღალავი კარდიოთი, გუნდურობით, როგორც დაცვითი, ისე შეტევითი აგრესიით მოთამაშე. ამიტომ ამ სპორტის ახლა უკვე ლეგენდა, ჩემპიონების დამამხობელი, კარდიოს მანქანა, ქართველი მერაბ დვალიშვილი შევარჩიე. ჩემი აზრით მერაბი ძალიან კარგად გაუმკლავდებოდა ამ როლს და აბსოლუტურად ყველგან იქნებოდა მოედანზე. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძალიან დიდი არჩევანი არ გქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ავარჩევდი მოქმედი მძიმე წონის ჩემპიონს ტომ ასპინალს. მისი ათლეტურობა, ინტელექტი, ძალა და გადაწყვეტილების მიღება. ამას დამატებული მის წონასთან შედარებით მოძრაობის სისწრაფე, მას ალბათ ერთ-ერთ ყველა დროის საუკეთესო მცველად აქცევდა. ხომ, მეორე ცენტრალური მცველის არჩევა ცოტათი გამიჭირდა, ამიტომ მაგომედ ანკალაევი დავაყენე. პირველ რიგში ჩემპიონია. ზოგი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მისი საბრძოლო ინტელექტი, ლიდერული თვისებები და მტკიცე დისციპლინა. ჩემთვის იდეალურ კანდიდატად თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესოდ მაინც აქცევს. ზუსტი პოზიციის შერჩევა და დაცვითი ხედვა ჩვენს ჩემპიონს მეორე საუკეთესო მცველად ხდის. მივადექით ჩამშლილ ნახევარმცველს. მისი ელიტარული ჭიდაობა და გრეპლინგი შესანიშნავად გადმოითარგმნებოდა ფეხბურთში, ბურთის მოპოვების და ჩაჭრების შესაძლებლობით. მძიმე წნეხი მეტოქეზე და დომინანტი დუელებში. ბურთს იდეალურად დამალავდა და გააკონტროლებდა ნახევარდაცვას. მისი შრომის უნარიანობა მთლიან მოედანზე აისახებოდა და შეტევიდან დაცვაში და პირიქით დაუღალავად იმოძრავებდა. კონტრშეტევის უდავო ლიდერი, ფლაივეითის ჩემპიონი ალექსანდრე პანტოჟაა. ცენტრალურ ნახევარმცველს ბურთის მოპოვება, გამუდმებული წნეხი, ტემპის შენარჩუნება, თამაშის წაკითხვა და გეგმის მიხედვით მოქმედება უნდა შეეძლოს. ფიზიკურად ძლიერი და მრავალმხრივი მოთამაშე. ამ პოზიციას ყოფილი მსუბუქი წონის ჩემპიონი, pound for pound ნომერი მეორე, ისლამ მახაჩევი გაამაგრებს. შემტევი ნახევარმცველის არჩევა რთული არ ყოფილა. ამ პოზიციაზე pound for pound ნომერი პირველი, 2 დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია იქნება.
შეტევაში გასაოცარი ხედვა, უზუსტესი დარტყმები, უმაღლესი დონის ფინიშები, გუნდის ყველა სტანდარტულების შესრულება, ასევე ბურთით და ბურთის გარეშე მოძრაობა, შეტევის გაკონტროლება და დრიბლინგი, წნეხი და დაცვითი თამაში. ეს ყველაფერი ილიას გუნდის საუკეთესო მოთამაშედაც აქცევს, რაც ასევე დადასტურებულია pound for pound რეიტინგით. მარჯვენა თავდამსხმელი ტექნიკური, სწრაფი და კრეატიული, თავდასხმაზე ორიენტირებული უნდა იყოს. ამიტომ მოქმედი ქვესაშუალო წონის ჩემპიონი და კანელოს ხელება ბელალ მუჰამედის ეპოქის დამასრულებელი ჯეკ დელა მადალენა შევარჩია. უზუსტესი და უძლიერესი დარტყმები, აგრესიულობა, შეტევის ინტელექტი და წნეხში ყოფნის დროს საუკეთესო კონტრშეტევები. მარცხენა თავდამსხმელი მაქს ჰოლოვეია. წარმოიდგინე მისი წნეხი და დაუღალავობა, ზუსტი დარტყმები ან ჩაწოდებები. მისი ოქტაგონში მოძრაობა საბაბს გვაძლევს რომ ვიფიქროთ რომ ნამდვილი ოსტატი იქნებოდა ბურთთან. ასევე დაცვითი თამაშიც, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადამწყვეტ მომენტში გარდამტეხი მოთამაშეა. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კი ალექს პუატან პერეირა იქნებოდა. მისი გენიალური სტრაიკინგიდან გამომდინარე, ფეხბურთშიც ულამაზესი ფინიშერი იქნებოდა, რომელიც მხოლოდ გოლის გატანაზე იქნებოდა ორიენტირებული. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო 11-ეული. თან არ დაგავიწყდეს, რომ აქტიური მებრძოლებიდან ვირჩევთ. ამიტომ ჯონ ჯონსი ვერჩევს. ვერც GSP დავნიშნე მწვრთნელად. მაგრამ ფეხბურთის გუნდი არ იქნებოდა სრულყოფილი, თუ ცვლილებები არ გვეყოლებოდა. ამიტომ იმავოვი, ევლოევი, ცარუკიანი, ნურმაგომედოვი, დიეგო ლოპესი, ადესანია, პროჰასკა და დუპლესის კამზე დავსვი. ხო და იმაზეც ვიფიქრე, რომელ ლიგაში უნდა ეთამაშოთ. ხო და ჩემი აზრით ლა ლიგაში იქნებოდა კარგი. რა თქმა უნდა, მეორე გუნდის ჩამოყალიბებაც შეიძლება, თუნდაც ყოფილი მებრძოლები რო დამემატებინა, ან სულაც ლეგენდები. მოკლედ, ეს იყო და ეს. ასევე მინდა ამ განსაკუთრებული შემთხვევით ვისარგებლო და მოგილოცოთ კვარას კიდევ ერთი გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს, რომ ძალიან სახალისო ეპიზოდი გამოვიდა. თუ გსურს, რომ მსგავსი ვიდეოები კიდევ გავაკეთო, მაშინ კომენტარებში დაწერე ფეხბურთი. Хаиб, ма, Хаиб, играй! Ao chão, derrubado pelo José Aldo, né? Nocauteado, né, pelo José Aldo. E ele Marrone pegou a bola. E agora foi o José Aldo, você viu ali, o José Aldo, que foi num lençol pra cima do Neymar. É. José Aldo, né? Nocauteado, né, pelo José Aldo.